მოგესალმებით. დღეს მოდით ერთად ჩაუღმავდეთ იმას, რაც თქვენს კომპიუტერს, კომპიუტერად აქცევს. ეს არის მისი გული და ტვინი ერთად, ცენტრალური პროცესორი. ანუ CPU. ხო დაფიქრებულ ხართ ოდესმე, მაუსს რომ აწკაპუნებთ, ან თამაშს იწყებთ. რა ხდება იმ წამს შიგნით? რა ჯადოქრობაა, რომელიც ამ ყველაფერს რეალობად აქცევს? ხო და სწორედ ამ საიდუმლოს გასარკვევად ვართ დღეს აქ. კარგი, მოდით დავიწყოთ თავიდან. პირველ რიგში, სანამ მის შიგნეულობას ჩავხედავთ, მოდი ზოგადად გავიკოთ, რატომ ვეძახით ამ პატარა ჩიპს კომპიუტერის ტვინს. მარტივად რომ თქვათ, CPU არის რეჟისორი, რომელიც ყველა პროგრამას, ყველა აპლიკაციას აიძულებს იმუშაოს. სწორედ ის კითხულობს კოდს და ასრულებს ბრძანებებს. მის გარეშე თქვენი ეკრანი უბრალოდ შავი იქნებოდა. მაგრამ იცით, მისი საქმე მარტო ბრძანებების შესრულება არაა. შეხედეთ, ის არის მათემატიკოსიც, ლოგიკოსიც, მონაცემთა მენეჯერიც და სისტემის უსაფრთხოების მცველიც კი. ნამდვილი შვეიცარიელური დანაა, ყველაფერს ერთად აკეთებს. კარგი, მაგრამ როგორ ესმის პროცესორს რა უნდა გააკეთოს? ხო არ ლაპარაკობს ადამიანურ ენაზე? არა, რა თქმა უნდა. მას აქვს თავისი საკუთარი სპეციფიკური ენა. ამას ქვია ინსტრუქციების ნაკრების არქიტექტურა, ანუ ASA. და როგორც ადამიანებს გვაქვს სხვადასხვა ენა, პროცესორებსაც აქვთ. და ამ ენების, ასაც ვთქვათ, ორი მთავარი დიალექტი არსებობს: CISC და RISC. CISC. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ენა, სადაც ერთი სიტყვით შეგიძლია მთელი რთული წინადადების თქმა. ძალიან მძლავრია, ამიტომაცაა დესკტოპებში. ხოლო RISC აქ თითო სიტყვა თითო მარტივ მოქმედებას ნიშნავს. ნაკლებად მძლავრია, მაგრამ ბევრად ენერგოეფექტური. სწორედ ამიტომაა იდეალური ჩვენი ტელეფონებისთვის. კარგი. გარედან ნახეთ, ახლა დროა ხუფი ავხადოთ და შიგნით ჩავიხედოთ. ნახოთ, ვინები მუშაობენ ამ ტვინში, რა კომპონენტებისგან შედგება ის. და პირველი ვინც ხვდება, ეს არის მართვის ბლოკი, control unit. ესაა, ასე ვთქვათ, გუნდის უფროსი, პროექტის მენეჯერი. ის არიგებს დავალებებს, კითხულობს ინსტრუქციებს და ამბობს, ვინ რა უნდა გააკეთოს. მის გარეშე სრული ქაოსი იქნებოდა. შემდეგი ჩვენს სიაშია არითმეტიკულ-ლოგიკური ბლოკი, ანუ ALU. ეს უკვე გუნდის ვუნდერკინდი მათემატიკოსია. ყველა გამოთვლა, იქნება ეს მიმატება, გამოკლება თუ რთული ლოგიკური ოპერაციები, სწორედ მის ხელში გადის. კარგი, მათემატიკოსს აქვს დავალება, მაგრამ მონაცემები სად უდევს? აქ შემოდის რეგისტრები. ეს არის პროცესორის სუპერსწრაფი, მაგრამ ძალიან პატარა მეხსიერება. წარმოიდგინეთ, როგორც პატარა სტიკერები სამუშაო მაგიდაზე, სადაც იმ მომენტში საჭირო ციფრებს იწერს. და ბოლოს გვაქვს ჩატვირთვა შენახვის ბლოკი LSU. რადგან ის სტიკერები, ანუ რეგისტრები, ძალიან ცოტა, ვიღაცამ ხომ უნდა მოითანოს და წაიღოს მონაცემები ძირითადი დიდი მეხსიერებიდან, ამ კურიერის საქმეს ასრულებს LSU. ის არის დამაკავშირებელი რგოლი პროცესორის შიდა სწრაფ მეხსიერებასა და კომპიუტერის დიდ მეხსიერებას შორის. კარგი, შევკრიბეთ გუნდი, მენეჯერი, მათემატიკოსი, კურიერი, მაგრამ როგორ ახერხებენ ისინი ერთად წამის მემილიარდეთში ასე შეთანხმებულად მუშაობას? როგორ ინარჩუნებენ რითმს? პასუხი: საათის სიხშირეა. პროცესორს აქვს შიდა მეტრონომი, რომელიც ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ რითმს უკრავს. და ნახეთ ეს რიცხვი: 3.5 გიგაჰერცი. ეს არ არის 3.5 მილიონი. ეს არის 3.5 კამრავლებული მილიარდი ტიკი ყოველ წამში. უბრალოდ წარმოუდგენელია, არა? და ამ რიტმის ფონზე ინფორმაცია როგორ მოძრაობს? ამისთვის არსებობს სალტეები, ანუ ბასეს. ეს არის პროცესორის შიდა საინფორმაციო მაგისტრალების ქსელი. ამ გზებზე დაქრის მონაცემები, ბრძანებები და სიგნალები ერთი კომპონენტიდან მეორესთან. კარგი, ახლა უკვე ვიცნობთ გუნდს, ვიცით მათი სამუშაო რითმი და სატრანსპორტო სისტემა. დროა ვნახოთ ეს ყველაფერი მოქმედებაში. მოდით გავიაროთ ერთი სრული სამუშაო ციკლი. ნებისმიერი, აბსოლუტურად ნებისმიერი პროგრამა მუშაობს ამ უწყვეტი ციკლის გამეორებით. მას ინსტრუქციის ციკლი ჰქვია და ის 5 ძირითადი ეტაპისგან შედგება: ამოღება, დეკოდირება, შესრულება, მეხსიერებასთან წვდომა და ბოლოს შედეგის ჩაწერა. ეს არის კონვეიერი, რომელიც წამში მილიარდობით ჯერ ტრიალებს. ყველაფერი იწყება ამოღებით. მართვის ბლოკი, ჩვენი მენეჯერი, ეკითხება პროგრამის მრიცხველს, რა არის ჩვენი შემდეგი დავალება. და მოაქვს ეს ინსტრუქცია მეხსიერებიდან. შემდეგ მოდის დეკოდირება. აქ მენეჯერი კითხულობს ინსტრუქციას და შლის მას ნაწილებად. აჰა, ესე იგი ოპერაცია არის მიმატება და მონაცემებია ეს და ეს. ის ფაქტობრივად თარგმნის ბრძანებას მოქმედებების ენაზე. და ბოლოს შესრულება. აქ უკვე რეალური სამუშაო იწყება. თუ დავალება მათემატიკურია, ALU ერთვება საქმეში. თუ მონაცემების გადატანაა საჭირო, LSU იწყებს მუშაობას. ზუსტად ამ ეტაპზე ხდება ის, რასაც ინსტრუქცია ითხოვდა.
კარგი, ჩვენ ახლა ძალიან დავაპატარავეთ მასშტაბი და ვნახეთ ეს მიკროსკოპული პროცესი. ახლა მოდით ისევ გავადიდოთ სურათი და დავინახოთ როგორ ქმნის ეს პაწაწინა ნაბიჯები იმ დიდ კომპლექსურ სამყაროს, რასაც კომპიუტერთან მუშაობა ქვია. აი ეს ფრაზა ვფიქრობ ყველაფერს ამბობს. მილიარდობით მარტივი ნაბიჯი, შესრულებული თვალის დახამხამებაში ქმნეს ყველაფერს, რასაც ხედავთ და აკეთებთ თქვენს კომპიუტერზე. წარმოიდგინეთ, ყოველი კლიკი, ყოველი ასო საკრეფა, ყოველი კადრი თამაში. ეს ყველაფერი ამ უსწრაფესი მარტივი ოპერაციების შედეგია. ეს პატარა, მაგრამ წარმოუდგენლად მძლავრი ძრავა ჩვენს სამყაროს უკვე 40 წელია, რაც წინ მიაქანებს. უბრალოდ დაფიქრით. როგორი იქნება შემდეგი თაობის პროცესორი? რა წარმოუდგენელ რამეებს შევძლებთ მისი დახმარებით? აი, ეს კითხვა, რომელზეც პასუხს მომავალი გვიჩვენებს. მადლობა, რომ ჩემთან ერთად იყავით.